საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აკადემიკოს ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ამავე დაწესებულების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა დალი ჩიტუნაშვილმა გახსნა. მან ზაზა ალექსიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ღონისძიებაში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა იმ მრავალმხრივ სამეცნიერო საკითხებს, რომლებზეც აქტიურად მუშაობდა აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე. დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და წყაროцოდნის, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის ზაზა ალექსიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემატიკა განსაზღვრული იყო იმ თემებითა და საკითხებით, რომლებზედაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა ზაზა ალექსიძე. Რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ-სომხური ლიტერატურული და ისტორიული ურთიერთობები, წყაროцოდნეობა, ტექსტოლოგია, ყველა ის საკითხი, რომელიც გვხვდება ზაზა ალექსიძის ნაშრომებში, წარმოდგენილი იქნა არა მხოლოდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ, არამედ ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის თანამშრომლების მიერაც. ჯამში მოვისმინეთ 9 მოხსენება. დიდი პატივია ბატონი ზაზა ალექსიძის იუბილეისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და ქართულ, სომხურ თარგმნელობით და ლიტერატურულ ურთიერთობებზე მოხსენების წაკითხვა ბიბლიის მაგალითზე. და იმედია ბატონი ზაზას უზარმაზარ სამეცნიერო დანატოვარს ჩვენი კვლევებითაც შევმატებთ მცირეოდენ წვლილს. აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე იყო ქართული მეცნიერების გამორჩეული წარმომადგენელი, ისტორიკოსი, ფართო პროფილის წყაროთმცოდნე და ტექსტოლოგი. ქართული, სომხური და ალბანური პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ქრისტიანული კავკასიის, ისტორიის, კულტურისა და რელიგიის მკვლევარი. ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხოლო ბოლო პერიოდში ამავე ცენტრის სომხური და აღმოსავლური ხელნაწერების განყოფილებას.